რასთან ასოცირდება შეთვის სიტყვა მაზე? თვითონ სიტყვა მომწონს. მახსენდება სიტყვა ზეგ, რომელიც ბევრმა კომპანიამ დაერქვა კიდევაც და ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ აი ამ ერთ სიტყვაში მოყვანილია რომ აი ხვალ დღეს და ხვალ კი არა, აი კიდევ რომ იმის მერე დღე იქნება, მაგას ნიშნავს და მაზე გგონია რომ კიდევ უფრო მაზე გუსასრულობა. უფრო სერიოზული დატვირთვის არის რა. მეც დამაინტერესა რატომ დაარქვი და ვერ ვიფიქრე და ვერ ამოვხსენი. გარდა იმისა, რომ ეს სიტყვა მომწონს. კი, ჩვენც ძალიან მოგწონს ეს სიტყვა და რეალურად ძალიან ვერ ვიფიქრეთ რა დაგვერქმია პოდკასტისთვის და მე იქიდან გამომდინარე რომ გვინდა და ყოფილიყო პოდკასტი იმაზე რა ხდება მომავალში ყველა მიმართულებით ნებისმიერ სფეროში ვიფიქრეთ და მივხვდით რომ ქართულში გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი სიტყვა მაზეგ, რომელსაც არც ერთ ენაში არ აქვს შესატყვისი, ანუ ზეგ არსებობს ყველა სიტყვაში, მაგრამ აი მაზეგ არსად არ არსებობს. არის 2 ან 3 სიტყვა, the day after tomorrow და ხო და ეს რაღაცა უნიკალური სიტყვა იყო და თან მომავალთან, ცოტა ღრმა მომავალთან იყო ასოცირებული და დღეს და ხვალ და ზეგ კი არა, მაზეგ რა იქნება? აი ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ყოველთვის ჩვენს პოდკასტში. შორის რამდენიმე შეხვედრა დაუთმეთ ამას ჭობდით რა დავარქვათ. ანუ აბსოლუტურად განსხვავებული აზრები გქონდა და მე უცებ რაღაც სრულიად მოულოდნელად დაიბადა ეს სახელი და ძალიან მოგვეწონა ყველას.